release. ყოველ შაბათს საღამოს 5 საათზე სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე პოზიტიური ისტორიები ნეგატივასგან. გამარჯობათ. მე ნეგატივა ვარ. ნებავებოდეთ გავაგრძელო ჩვენი საუბარი მაკარტიზმის შესახებ. მე უკვე წინა გადაცემებში ავხსენი, რომ მაკარტიზმის წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო კომინტერნის ქმედებები ევროპასა და ამერიკაში. ომის დამთავრების მერე მართალია 1953 წელს კომინტერნი უკვე დაიშალა და კომინტერნის დაშლის მიზეზი იყო ძალიან ბანალური. მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ იოსებ სტალინმა მიხვდა, რომ ამჟამად გაჩნდა მსოფლიოში ახალი ძალა, ახალი ქარიზმატული ლიდერი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ შეესწებოდა ჩაეგდო ხელში მთელი კომუნისტური მოძრაობების ქმედებები. სტალინი ამ ადამიანთან ცოტა დაძაბულ ურთიერთობაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ სტალინის სიკვდილამდე ის საბჭოთა კავშირს არანაირად არ უპირისპირდებოდა. ეს ადამიანი იყო მაო ძედუნი. ამავე დროს მომხრეებს იკრებს მეორე ქარიზმატული ლიდერი კომუნისტური მოძრაობისა იოსებ ბროს ტიტო. სწორედ აი ამ მიზეზების გამო 1953 წელს უქმდება კომინტერნი და აბსოლუტურად მთელი კომინტერნის რესურსები გადადის პოლიტბიუროს საგარეო საქმეთა განყოფილებებში. აგრეთვე KGB-ს იმ დროს როგორც ეძახდნენ MGB-ს საგარეო დაზვერვის განყოფილებებში. მაგრამ დაუბრუნდეთ მსოფლიოს. ომის შემდეგ 1946 წლის 5 მარტს ხდება ისტორიული ფაქტი. ამერიკაში ფულტონის კოლეჯში სიტყვით გამოდის ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი და მომავალი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, რომელიც აცხადებს, რომ საბჭოთა სახელმწიფომ ჩამოუშვა რკინის ფარდა. რკინის ფარდა, რომელიც იქითაც ხდება ისეთი რაღაცები, რასაც თავისუფლების მოაზროვნე ევროპა ვერ აიწევს. ზუსტად აი ეს დღე და ეს გამოსვლა ითვლება ცივი ომის დასაწყისად. ცივი ომი ესეთი გლობალური მოვლენაა, რომელიც ჩვენ თაობის ხალხს ძალიან კარგად ახსოვს. ეს იყო გაზომვა ერთმანეთისა ორი ძირითადი ძალისა, ვის უფრო მეტი იარაღი აქვს და ვის უფრო მეტი შეუძლია. რა თქმა უნდა, იქ მიდიოდა სისხლიანი კონფლიქტამდე, ისეთი როგორც იყო კორეა, ისეთი როგორც იყო ვიეტნამი, ისეთი როგორც იყო ანგოლა, მაგრამ პირდაპირ დაპირისპირებამდე საბედნიეროდ ხალხი არ მივიდა. ცივი ომის ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება კომინტერნისა იყო ის, რომ 1959 წელს საბჭოთა კავშირმა მოახერხა შეექმნა ატომური იარაღი. ზუსტად ამ ატომური იარაღის შექმნაში მიიღო კომინტერნის უცნობელმა მზვერავებმა, ისეთმა როგორებიც იყვნენ როზენბერგების ოჯახი. ისინი დაიჭირეს, რა თქმა უნდა, და სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ საინტერესო ფაქტია, რომ 80-იან წლებში გამოვიდა ფილმი როზენბერგების ოჯახზე, რომელიც ამერიკული ფილმი, სხვადასხვა არა საბჭოთა, რომელიც ამტკიცებდა, რომ როზენბერგები არ იყვნენ საბჭოთა აგენტები. და რომელიც ამტკიცებდა, რომ როზენბერგები მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი იდეოლოგიის გამო ელექტრონულ სკამზე დაამთავრეს მათ თავიანთი ცხოვრება, მაგრამ საბედნიეროდ ეხლა KGB-ს მთელი არქივები გახსნილია და ყველა მიცის, რომ როზენბერგები იყვნენ დამნაშავე. მათი გამართლება, რომ ამერიკაში ისინი დააპატიმრეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ კომუნისტური აქტივისტები, ეს რა თქმა უნდა ზღაპარი. ამ წლებში გამოჩნდა ესეთი ადამიანი, როგორც სენატორ მაკარტია. ვინ იყო სენატორ მაკარტი? ირლანდიური წარმოშობის, ნახევრად ირლანდიელი, ნახევრად გერმანელი, უბრალო ოჯახის წევრი, რომელიც 14 წლისა ატოვებს სკოლას, რომ დაეხმაროს თავის ოჯახს.
20 წლის ასაკში მაკარტი 1 წლის განმავლობაში ამთავრებს 4 უმაღლესი კლასის პროგრამას და აბარებს იეზუიტების კოლეჯს, სადაც იღებს იურისტის სპეციალობას. 1935 წლიდან 39 წლამდე მომავალი სენატორი მუშაობს კოლეჯში პედაგოგად. 1939 წელს მას ირჩევენ ვისკონსინის მოსამართლედ. ის არის ვისკონსინის ყველაზე ახალგაზრდა მოსამართლე ისმინის ომში და 1942 წელს იგი ირიცხება ამერიკის საზღვაო ქვეით განაყოფებში. ომის შემდეგ რესპუბლიკური პარტიის იგიდით მაკარტის ირჩევენ ამერიკის სენატში. ზუსტად ამერიკის სენატში იგი იწყებს გამოკვლევას თუ რა გავლენა ხდება საბჭოთა პროპაგანდისა ამერიკის ცხოვრებაზე. ელემენტარულად, რო დააკვირდეთ სენატორ მაკარტის ბიოგრაფიას, ეს არის იდეალური ამერიკული ოცნება. ადამიანმა, რომელმაც შექმნა თავის თავი, არც თუ ისე მდიდარი, საშუალო ოჯახიდან, მიზანდასახულმა ახალგაზრდა მიჩემმა, მოინდომა ისწავლა და მიაღწია იმას, რომ გახდა ამერიკის სენატორი. ის თავის ცხოვრება აკეთებდა იმას, რის წინააღმდეგაც იბრძოდა საბჭოთა პროპაგანდა. ამერიკული ოცნება, რომელიც ამბობს, რომ შენ თუ ხარ საზრიანი და თავის გამტანი მიაღწევ ყველაფერს შენი თავით, დაეტაκα სოციალისტურ იდეოლოგიას, რომ შენ ხარ სახელმწიფო აპარატის ნაწილი და მხოლოდ სახელმწიფო შეუძლია შენ წაგიყვანოს წინ და სახელმწიფო უნდა დაგეხმაროს შენ. 1950 წლის 9 თებერვალს, ლინკოლნის დღეს, როდესაც სენატორი მაკარტი გამოდიოდა ერთ-ერთ სხდომაზე, მან განაცხადა, რომ მას აქვს სია 205 სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლისა, რომელიც წარმოადგენს საბჭოთა აგენტს. ზუსტად ამ გამოსვლების გამო მას ნიშნავენ 1953 წელს მუდმივ მოქმედ ანტიამერიკული ქმედებების გამომძიებელ კომისიის თავმჯდომარედ, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო ეძახის მაკარტის კომისიას. მე არ დავიწყებ იმის ლაპარაკს, რომ ამ კომისიის ქმედება იყო დადებითი, იყო უარყოფითი. მან ძალიან ბევრი უარყოფითი ქმედება ჰქონდა, თუნდაც ის აღიარეს, რომ ამერიკის ბიბლიოთეკებიდან მათ ამოიღეს 30,000 დასახელების წიგნი და მათი განადგურებას მოუწოდეს. ეს ცოტა ფაშიზმთან არის ახლოს. LGBT საზოგადოებას მიაყენეს ძალიან დიდი ზიანი, მართალია ახლა ძალიან ბევრი დაუკრავს, რომ აი რა კაი კაცი იყო. ზუსტად ეს არის ამერიკა, ეგრეთ ვთქვათ, საშუალო ამერიკა, რომელიც ერთნაირად ვერ იტანს როგორც კომუნისტს, ასევე LGBT საზოგადოებას, ასე რომ იმ მოლაპარაკეებს, რომლებიც LGBT-ს ჩვენ ამერიკა გვახვევს და ამერიკა არა, საშუალო ამერიკა სასტიკათებს LGBT საზოგადოებას დღესაც კი. მაგრამ ეს პატარა გადახვევა იყო. მაგრამ სენატორ მაკარტის ქმედებები იყო ძალიან უხეში. ნაჯახით მუშაობდა იქ, სადაც საჭირო იყო სკალპელი. და რა თქმა უნდა, მაკარტი დაეჯახა ხელოვნების მუშაკებს, სადაც პროკომუნისტური იდეები იყო ძალიან ძლიერად განვითარებული. და როგორც მთელ მსოფლიოში ხდება, როდესაც ეჯახები პროკომუნისტურს კი არა, უბრალოდ რაღაც ლამაზ იდეას, რომელსაც ხარს უჭერს ხელოვნების ხალხი, ადრე თუ გვიან შენ სახელს ჩირქი მოეცხე. მართალია სენატორ მაკარტი არ იყო აბრამის ბატკანი, იგი იყო ალკოჰოლიკი, იგი იყო საკმაოდ რთული ურთიერთობის ადამიანი. სხვათა შორის სენატორ მაკარტი ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა ამ თანამდებობაზე. უკვე 54 წელს კონგრესმა მას გამოუტანა განკიცხვა და მოხსნა ამ თანამდებობიდან, მაგრამ ის რაც ჩაიდინა ამ კომისიამ იმ წლებში, დღემდე ძალიან დიდ ხინჯად ადევს ამერიკას. შემდეგ გადაცემაში მე ვილაპარაკებ, რა დადებითი მოიტანა მაკარტის კომისიამ, მაგრამ უარყოფითი ჰქონდა მას ძალიან ბევრი ცნობილი და პერსპექტიული ადამიანი სამუდამოდ დაშორდა თავის პროფესიას.
ჩარლი ჩაპლინი საერთოდ გაიქცა ამერიკიდან და როდესაც ჩაპლინისთვის უნდა გადაეცათ საპატიო ოსკარი, მას სასტიკად ეშინოდა ამერიკაში დაბრუნება, ეგონა რომ მას ისევ გამოიძახებდნენ ანტიამერიკული კომისიის ხმაზე. მაგრამ მიზეზი, რის გამოც მაკარტის ეშინოდა, ეს იყო ის ფაქტი, რომ მან ომის დროს დაინახა ევროპაში, როგორ გაძლიერდა კომუნისტური პარტიები. საფრანგეთში კომუნისტების შეიარაღებული ფორმირებები მზად იყვნენ ჩააგდოთ ხელისუფლებას სათავეში. იტალიაში პატარა ბუნტებამდეც მიდიოდა საქმე. რუმინეთი, რომელიც ფაქტიურად 44 წელს გადავიდა მოკავშირეების მხარეს და რუმინეთის მეფე მიხაი იყო ერთ-ერთი იმ უცხოელ ხედარმთავრებიდან, რომელსაც მიიღო საბჭოთა უდიდესი და უმაღლესი ჯილდო გამარჯვების ორდენი, იძულებული ხდება დატოვოს რუმინეთი, გაიქცეს, სადღაც კომუნისტები ანადგურებენ თავისუფალ აზროვნებას რუმინეთში, თავისუფალ არჩევნებს. როგორც ცნობილი კომუნისტური მოღვაწე ფიდელ კასტრო ამბობდა, რევოლუციონერებს არ გვაქვს დრო არჩევნებისთვის და თავისუფალი აზროვნებისთვის. დღეს ნებამიბოძეთ ამით დავამთავრო, მე ნეგატივა ვარ. Or least ყოველ შაბათს საღამოს 5 საათზე სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე პოზიტიური ისტორიები ნეგატივასგან.